გოგა ხაინდრავა ჩვენი განაცემის სტუმარი, გოგა მაგარი ტვიტი დაწერა. ტვიტი არ არის X-ია ეს და X-ი დაწერა, ხო, მოკლედ ტექსტი დაწერა X-ში. და ხო დაიწაიკითხოს და შემდეგ კომენტარიც მოაყოლოს რა. ხო, მე დაწერა ეგრეთ წოდებულ ხელოვანებზე, ჩიტირეკია სასტავზე, რომელიც გაიფიცა. ხო, ნუ ეს მაგას ბუღაძის სინდრომი დავარქვი რა. ეგ არის ბუღაძის სინდრომი. მდგომარეობა, როდესაც ვადა გასული ხელოვანები ნიჩი და პროფესიაში შექმნილი ვაკუუმის გამო პოპულარობას ქუჩაში ეძებენ. მიტინგზე კონფერენციებად, ბარიკადებზე გავროშებად, ტელესაროსკიპოებში პოლიტაქტივისტებად, რეალურ ცხოვრებაში კი ხელმაცვერელ ფარჩაკებად გვევლინებიან. აი ეს არის რეალობა რა, რომელსაც ჩვენ ვხედავთ. 520 კინოხელოვანი აწერს რაღაცას ხელს. 520 კინოხელოვანი იტალიას ყავს. არა, იტალიას კი ამერიკას არ აქვს. ჰოლივუდშია. 520 კინოხელოვანი, კემაინც ხვენოდეთ რაღაცა თქვით, რო იქ რაღაცა რის კინოხელოვანი, სადარევში 5 კინოხელოვანი არ ვიცი დღეს საქართველოში მართალი გითხრა რა, რომ აი კინოხელოვანი რასაც ქვია. კინოში მომუშავე ადამიანები ვიცი და რაღაცა ზოგი დიპლომით, ზოგი დიპლომით მსახიობია, ზოგი დიპლომით ის არის, რა ქვია, რეჟისორია და ზოგი სცენარისტი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის ხელოვანია. ის უბრალოდ ამ სფეროში მონაწილეობს, რასაც გახდე. ეგრე კი არ არის, თავარმა კი არ უნდა გიწოდეს. შენ ნაწარმოები უნდა ქონდეს გაკეთებული. ხო, არა, ნუ ხელოვნებაში უნდა მონაწილეო, ხელოვნების ნაწილი უნდა იყო ყოველ შემთხვევაში. თუ ხელოვნებას თუ არ ქმნი, იმ ხელოვნების ნაწილი მაინც უნდა იყო რაღაცნაირად. ეხლა ესენი ნუ აი რა გითხრა ეხლა რა. ეხლა დღეს ისეთი რამე ვიხილეთ, აი უკანასკნელი ყველ იცი რა არის, აი სახარებას წერია, რომ არ არის დაფარული, რომ არ გაცხადდეს. ყველაფერი ადრე თუ გიან გაცხადდება. რადგან აი ამ ბოროტების უკან, რომელიც მოწმენი ვართ მთელი აი 2 კვირის განმავლობაში, სხვათა შორის მინდა გითხრა, რომ ყოველ დღე თვლიან მე-16 დღე ქართული საზოგადოება და მე მინდა გითხრა, რომ ჩვენ 100 დღე ვიდექით ქუჩაში. 100 დღე ზუსტად ვიდექით ქუჩაში, ოღონდ ამადგან განსხვავებით, ამ უმეცრებისგან განსხვავებით, ამ სრული უმეცრობისგან, იქ გამოსვლები იყო, რაღაც საკითხებს ვაყენებდი, რაღაცას ვიხილავდით, ხალხი გამოდიოდა, იქ ის კამათი იყო, ეს იყო პროცესი, რომელშიც საზოგადოებაც მონაწილეობდა 100 დღე. წარმოგიდგენია და 600 საკანი იდგა. აი ეს იყო პროცესი, ხო? და აი ამ 100 დღის განმავლობაში ერთი სიტყვა, მე არ ვამბობ ქვა, ცეცხლი, გინება, შეურაცხყოფა და ერთი ფოთოლი არ დაცემულა. 5 წლის განმავლობაში, როცა ჩვენ ვიყავით ოპოზიციაში. და როდესაც ჩვენ 100,000-ობით ადამიანები გამოვყავდა ქუჩაში და ამათ რო 15,000 კაცი გამოვყავთ პიკში, მაგის მეტი არც გამოუყვანიათ. ეს იყო დილის გამამხნევებელი მიტინგი ჩვენთვის რა, აი ესა და მიუხედავად ამისა, არც ერთი პრეცედენტი რაიმე ძალადობის არ ყოფილა. იმიტომ რომ აი ის იყო მშვიდობიანი მიტინგი. ის იყო მშვიდობიანი პროტესტი, ეს მშვიდობიანი პროტესტი 5 წელი გაგრძელდა. 5 წელი, 2005 წელს დაიწყო აი ამ ცნობილი ბარბაროსობის შემდეგ და გაგრძელდა სანამ მშვიდობიანი არჩევნებით არ ვაიძულეთ მთელი მსოფლიო. მთელი მსოფლიო ვაიძულეს. შახინები, რიშები, მიშები აქ იყვნენ ჩამოსულები და ითხოვდნენ ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში დატოვებას და ეუბნებოდნენ, თავაზობდნენ ქართულ ოცნებას, რომ აი თქვენ იქ უმცირესობაში იყავით, მაგრამ აქტიურ უმცირესობაში და ეს ხო ყველაფერი ზუსტად ვიცი, კარგად ვიცი, ხო? აი ამ ბოროტების სათავე, ამ ბოროტების ბუდე, ხო? აი ახლა აი ამაში მონაწილეობენ, ხო, ესენი? ეხლა მე რა მინდა გითხრა, იცი, დღეს უპრეცედენტო ფაქტი მოხდა, რომელიც 100 წელი არ ახსოვს საქართველოს რა. ეკლესიაში 100 წელი ქართველები არ შევარდნილან. ამის თავისი, მაგრამ მე მინდა გითხრა, რომ ხელოვანების პროცესს ლანა ღოღობერიძე რო ჩაუდგება სათავეში, ეკლესიაში შევარდებიან ყოველ მიზეზს. ეს შედეგი, იმიტომ რომ ეს მოსდგამს, იმ სალომე ზურაბიშვილი, ეს მოსდგამთ მაგათ, ხო? ეს სისხლში აქვს, გენში აქვს. ეკლესიასთან ბრძოლა, ღირებულებებთან ბრძოლა, ამ ქვეყანასთან ბრძოლა, მისი არატანა, მსახურება ყველა მთავრობის ნებისმიერის, საბჭოთა კავშირის ორდენების მიღება და ასე შემდეგ, ხო? და 7 ნოემბერს სტრასბურგებში წამოწოლა და ვერ დანახვა საქართველოში რა ხდება, ხო? ეს ხო მათ გენეტიკაში აქვს, ხო? აი ეს არის უბედურება. ეს უბედურება არის
წარმავალი პირველ რიგში და ჩვენ ამას ხედავთ მინელებადი და რაც თავარია ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის ჩემთვის ხო აი ამ მთელი აი ამ პროცესის განმავლობაში რაც აი ამ ბოროტებას როცა უყურებთ აი ამ ავისულების ზეიმს როცა და ეს ავისულები უკან დგანან მიშვებული ყავთ წინ ეს უმეცარი ის შიგევროპელები რა ევროპაში რომ მიდიან ცეცხლით და מחვილით ხო წარმოგიდგენია ხო თავისთავი ევროპელები არიან ეს ახალგაზრდა ანთებული ევროპელები ოღონდ საკუთარ ბიძებს მამებს ძმაკაცების მამებს მაგაცების ძმებს ცეცხლს უკიდებენ ფეტიში რო არის ფეტიში ახალგაზრდები მაგათ უკან ვინ ხელოვანები მაგათ თქვენ დოი არის ახალგაზრდა თუ ჭოლა არის ახალგაზრდა თუ ვინ არის ჭოლა ეხა ამ მუნიჭოებზე არ ვლაპარაკობ თქვენ სიუჟეტში გუშინდელში. ხო. თქვენ სიუჟეტში არის ვინ დგას მაგათ უკან. კი ბატონო. ვინ აკეთებს ამას? კი ბატონო. ეს არის ამერიკის საელჩო, ეს არის ის ბოროტების იმპერია, რომელსაც ცეცხლით და מחვილით გადაუარა მთელ სოფლიოს და მადლობა ღმერთს, რომ ამერიკელი ხალხი აღდგა ამის წინაშე, წინააღმდეგ. კი ბატონო. და ტრამპი ამერიკელი ხალხის ნება, არა ტრამპის ასე ვთქვათ პოლიტიკური რაღაც განსაკუთრებული ეს არის ამერიკელი ხალხის ბუნტი, იმ უწესობის, იმ გარყვნილების, იმ ბოროტების, რათაც გადაიქცა ბაიდენის ადმინისტრაციის დროს და თუ გინდა ბუშის ადმინისტრაციის ცეცხლით და מחვილით, სადაც შევიდნენ, ყველგან ცეცხლით და מחვილით შევიდნენ, ხო? გამოკურცხლეს იქიდან ავღანეთიდან ის რა დღეში ჩააგდეს ის ქვეყანა 20 წელიწადი იყვნენ იქ 2 ტრილიონი დახარჯეს 85 მილიარდის დოლარის იარაღი დაუტოვეს ტალიბანს წარმოუდგინე რა აი ამ ექსტრემისტულ და ტერორისტულ ორგანიზაციას ეხლა სირია დაანგრიეს და მთელი აი ეს სიბოროტე გადმოვიდა აქედან ეს სირია ეხლა და ტაშს უკრავენ ეს საცოდავები ეს ევროს კავშირი ტაშს რას უკრავთ და პირიქით მიადგება შენ წარმოიდგინე 23 მილიონიანი ქვეყანაა იქ არის იქ რა ხდება იცი დედაშილსა ბავშვებს რუსებს შეინარჩუნეს ის თავისი არა რუსები არა რუსებს ეს გასაგებია ბაზა გასაგებია ეხლა მე რას გეუბნები რუსებმა მიუშვეს საერთოდ ხო რუსებს რო დომოდა ასადი იქიდან არ გაიქცევა თურქებთან მოლაპარაკები იქ ღრმა თემები ეგ ჩვენი საქმე არ არის არა თქვათ ის საქმე როგორ არ არის იმიტომ რომ ეს ყურის ძირშია არა ქურთების თემა იქ კიდე მილიონი სხვა ეს თვითონ ალეპო უნდა თურქებს ბარმალებმა წამოყვეს თავი განუკითხაობა საქმე მაგაში არა განუკითხაობა კი არა დედაშვილს არა ეყოს ისეთი ამბავი ხდება იქ არა უბრალოდ კადრები არის იქიდან ნახვა არ მინდა რა ისეთი უბედურება ეხლა შენ წარმოიდგინე ხო აქამდე 3 მილიონი მარტო თურქეთში იყო იმიდან სირიიდან ტოვილი ხო და დაახლოებით ამდენივე იყო ევროპაში. შენ ევროპაში ეხლა ნახე სირიელების მასობრივი შენ ეხლა ნახე იმათ რა ელოდებათ. ზღვით და რა უხარიათ მე არ ვიცი. ეხლა მოიყვანე სათავეში აი ნიდერლანდებზე და რაღაც ამ ევროპაზე გველაპარაკებიან. ეს საცოდავ დღეში გაჩენილები შეხედა. ეს მაკრონი ჩვენთვის ძალია მესამე მთავრობა თავზე ემხობა ბიჭო. იმპიჩმენტის საკითხი დააყენეს სამარცხვინო თამთავრებს თავის პრეზიდენტობა სამარცხვინო თამთავრებს რა რომ არავის არაფერში აღარ ჭირდება და შეიძლება რომ გამუდმებით საქართველოსზე ლაპარაკობდე ეს ხო იმაზე მეტყველებს რომ სხვა სალაპარაკო არაფერი არ აქვს სხვაგან არაფრით არ შეგიძლია გამოჩნდეს პრემიერი კრიზისი ეხლა იცი როგორი რამე აი იმ დღეს საფრანგეთში ხო კრიზისია ხო მესამე მთავრობა დააწარებინა დღეს და იმასაც ჩაუგდე და რეიტინგი აქ პრინტუს დაბლა არასდროს არ ქონდა ესეთი დაბალი რეიტინგი მის პარტიას ეხლა შენ წერან ლაპარაკო თავმოყვარეობის ნასახი ხო უნდა კონდეს ამხელა ქვეყნის პრეზიდენტი გაქვს ეს საფრანგეთი წარმოიდგინე რა აი ეს არის მარგალიტი ევროპის მარგალიტი ისტორიის მანძილზე ხო რამდენი რამე ვიცი ჯუმაზე გავიზარდეთ მუშკეტერები და თუ რამე იყო ჩემ ბავშვობაში პოეზია ხო ხელოვნება ფილოსოფია და რაც გინდა რა მაგაზე გავიზარდე შესამარცხინო კაცო შენა შენ ლაპარაკობ ძალადობაზე 12000 კაცი დააპატიმრეთ ყვითელი ჟურნალი 12 კაცი მოკალით ქუჩაში თვალი ამდეს ამოთხარეს წარმოიდგინე შენ და თქვენ შენ ლაპარაკობ ძალადობაზე და მე რა მეკვის რო უყურებ აქეთ შოლცი ბიჭო ეს რა ხდება ამ დაინგრა ბიჭო ჩამოიშალა ეხლა ეს იცი როგორი რამეა ჩვენი ნავსაყუდელი იქ არის ყოველთვის იქ იყო
ჩვენავად დამფუძნებლები ევროპის კულტურის ევროპაში არ არის. ხო და მაგას გეუბნები, არა, ეხლანდელ ევროპაში ბიუროკრატიაში არ არის. ერთმანეთში ნუში, კაკრას ბიუროკრატიაზე ჩვენი ადგილი, მაგრამ მე ბიუროკრატიაზე ვლაპარაკობ, რომელსაც აგერ გამოდიან და იძახიან ბრიუსელის შკოლა, ვინ რას წარმოადგენს ეს ბრიუსელში რომ შეიკრიბენ ესენი. შენ წარმოიდგინე ბრიტანეთის პარლამენტში 5000 ფუნტ სტერლინგად გამოდის ტიპი და იძახის რომ იმედის წინააღმდეგ იმედის უნდა გამოვიძიოთ ტელევიზია იმედი. საქართველოს სად არის ის? ვაფშე გაგებაში არ არის საქართველოს სად არის. ტელეკომპანია იმედი ბრიტანეთის პარლამენტის წევრმა სად არიან რა დღეში უნდა გამოვიძიოთ და გუშინ წინ გამოვი, რა ვიცი. რა უნდა გამოიძიოს? როგორც გააღმოჩნდა 5000 ფუნტი სტერლინგი ღირს. გასაგები. გაიგე შენ. ესე იგი $10,000 გამოვიყვან ნებისმიერ სენატორს და რასაც გინდა ვათქვეინა. გაიგრია. გაიგე. ევროპაში ხო საერთოდ ლაპარაკი არ არის, ჩანთებით გამოაქვთ იქიდან. ეხლა წარმოიდგინე, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი უსაფრთხოების კომისარი ვინც იყო, იმაზე აღიზრდა სისხლის სამართლის საქმე, იქ ჩანთები ფონ დერ ლაინზე სისხლის სამართლის საქმე აღძრული. ამერიკაში ცალკე თქვა ტრამპმა, მაგას ფაიზერის საქმეს გამოვიძიებთ. 40 მილიარდიანი ხელშეკრულება გააფონდა ფონ დერ ლაინმა, რის შედეგადაც მაგის ქმარი იყო აფთიაქის გამგე. სადღაც პროვინციაში გერმანიის და ფაიზერის დირექტორატში ამოყო თავი. ხო გესმის შენ? ამერიკაში თვითმფრინავი დაასრულა. ეხლა შენ წარმოიდგინე ამერიკაში მოკლეს აი ამ ფარმაცევტული ინდუსტრიის ერთ-ერთი CEO. არა, იმის წინააღმდეგ ის ვინც იყო, რა გვარია საერთო კვლელობა. სისხლის საერთოდ ეგ დიდი გამოძიება იქნება. ხო ნახე ტრამპმა ვინ მოიყვანა ფინანსური ვინ მოიყვანა ფინანსური საკითხების გასაკონტროლებლად. ხო წარმოგიდგენია ვინ მოიყვანა? 2 მილიარდერი. ის ხო, ეს და მასკი და ის ინდოელი ხო, ვინც იყო პრეზიდენტობის კანდიდატი, ხო? ეხლა ეს არის ვითარება, რომელშიც ჩვენ ვართ დღეს. მე ისე ვიძახე, მე ამბობ და მინდა აი მადლობა უთხრა ღმერთს რომ ამ ქვეყანაში დავიბადე და ამ დროს მოვესწარი და ამ საზოგადოების წევრი ვარ. ჩვენ პოლიტიკური დიდგორი მოუგეთ აი ამ ჯიხადი გამოგვიცხადეს, ოღონდ ბრიუსელური ჯიხადი გამოგვიცხადეს, აი ამ პორნო ლიბერალური ჯიხადი გამოგვიცხადეს და მოუგეთ. ვის მოუგეთ? ბაიდენის ადმინისტრაციას მოუგეთ. აი ამ პორნო ლიბერალიზმს ამერიკულს და ევროპულს მოუგეთ. მართალია დღეს კიდე ასე ვთქვათ, გვიწევს ამ ბრძოლაში ყოფნა, გაიგე, მაგრამ მოუგეთ, დავანგრია და ამის ნიშანი იყო გუშინ. ხო, გუშინ იყო პანაშვიდი, პორნო ლიბერალიზმის პანაშვიდი საქართველოს დედაქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, როდესაც 7 ავისული აი ამ ბოროტების განსახიერება, ვინც დგანან აი ამის უკან, ხო? ამათ ხო მოთამაშეებით ვით ათამაშებენ, ხო? ეს ვითომ პროევროპელები, ლანა ხოღობერიძე და ნან ჯორჯაძისნაირი პროევროპელი ხელოვანები რა, საბჭოთა. ხო, ამათ ხო ათამაშებენ როგორც უნდა და იმ ბავშვებს ხო საერთოდ ეხლა ის ბავშვებიც არავინ არ მითხრას რომ არ ესმით, მშვენივრად ესმით, სადაც განან და რასაც აკეთებენ. მშვენივრად ესმით და დღეს ჩანდა მამა შალვას როგორ ელაპარაკებოდნენ, აი ძალიან კარგად ჩანდა ვინ არიან და რას წარმოადგენენ და კუბოები რო დააქვთ იქით-აქეთ. და კუბოებს წვალენ, წარმოიდგინე რა. ეს რა შობის მარხვაში, საქართველოში მართლმადებელი ქვეყანაა, ხო? საუკუნეების 2000 წელია მართლმადებელი ერთ-ერთი ბურჯი მართლმადებლობის მსოფლიოში არის საქართველო, ხო? 2000 წლის განმავლობაში. შობის მარხვაში, შობის ნაძვის ხე, ხო? მოიტანეს კუბო უფლის გამოსახულებით, შიგნით ცოცხალი კაცის ფიტულით და დაწვეს ბიჭო. შენ წარმოგიდგენი ამაზე იქით კრეხელობა იყო კაცო. რა მნიშვნელობა? ეს შენ წარმოგიდგენია მასშტაბი გადაგვარების, ხო? მასშტაბი გადაგვარების, ხო, როგორ ავსულებს აყავთ ესენი, როგორ ჩაბუდებულია აიმეებში ფილმებში სახარებებში რო ისტორიებია რა, ავსულები ხო, რო აი დასცემს იქ ბავშვს და იქ აგარიანთა მხარეს რო გადავა უფალი და იქ დაბოლი რო დადის იმეებს რო წვიტავს და რა ქვია სახელი და ლეგიონი ხორებში რო გადავა. აი ეს ლეგიონი არის დღეს აი იქ რა. ეს ლეგიონი იკრებება
ყოველ დღე იქა ლეგიონი და ვერელევა რა, აი ამ დამწვარყუბოს ვერელევია. აბა რა აერთიანებთ მაგათ იქ ერთი მკითხე. რისთვის მოდიან იქა? ან რა ხდება? არაფერი არ ხდება. არავინ არაფერს არ ამბობს, არავინ არაფერს არ მოუწოდებს, არანაირი მოთხოვნები არ არის. და არც შტურმები არ არის. არა, შტურმები არ არის, იმიტომ რომ ის ბირთვი რომ მეუბნებიან, რომ ბავშვები დაიჭირეს. რატო არ არის შტურმი? ის მთელი ბირთვი ამოიღეს იქიდან. ანუ რის თქმა მინდა, იცი რომ იმ შტურმებსაც მათი აზრით, მათი სავალალო აზრით რაღაც აზრი ქონდა. არც შტურმები არ არის. აი აქ რომ მიდიან და დასტერიან რომ ჩვენი ახალგაზრდები სასამართლოებში, იცი ვინ არის? ანიკა, აი ეს მთელი ბირთვი ამოიღეს იქიდან. და დარჩა სადაც სიტყვით რატო არავინ არ გამოდის? ხო და მაგიტომ რა აქვს სათქმელი? რაღაცა ხონდა თქვა რა. ხო და მაგა არა აქვს სათქმელი. რასაც სტატუსებში რასაც წერენ. ხო და რუსეთი, ჩელაბინსკი რაღაცა ჩელაბინსკი ჩაიარა იქ აღარავინ მაგასა მე რას ვიღო ის თავარი რაც არის. და აი ამიტომ აი ქედი მინდა მოუხარო ქართულ საზოგადოებას და მადლობა ღმერთს რომ ეს 35 წელიწადი უდაბნოში რო ვიარეთ როგორც ეგვიპტედან გამოყვანილმა ებრაელებმა ატარა მოსემ ხო ეს 35 წელიწადს ტყილა არ ჩაულია ესე იგი მთელი ძალისხმევა არის მიმართ დღეს ეკლესიაში მივარდნა იყო მაგის აი აბსოლუტური ნიშანი რომ დაპირისპირება უნდა ჩვენი უნდათ რომ დაგვატაკონ ერთმანეთს აი ეს ამერიკელი აი ეს რომ დადის იქა ეს ბოროტის სული და ეს ევროპელი ბოროტის სულები და მთელი ეს სადაზვერვო სამსახურები რომელიც ყველანაირად იქ ვერ მოგვიგეს არჩევნები ვერ მოიგეს რევოლუცია ვერ მოა ეხლა ცდილობენ როგორ ქართველები დაეტაკონ ერთმანეთს და მაგას არ ვიზავთ ჩვენ ერთხელ ცოდვა ჩავიდინეთ ერთმანეთთან ომი რო დავიწყეთ 92-90-იან წლებში და მეც მაგის მონაწილე ვარ დღესაც ტვირთად მადევს დღესაც და ღმერთს ვთხოვ რომ მაპატიოს და იმათაც ვისთანაც მომიწია მაშინ ეგრე დალაგდა რა მიუხედავად იმისა რომ მე ეს უბედურება რო დაიწყო მე ციხეში ვიჯექი და არანაირი კავშირი ამასთან არ მაქვს მაგრამ რო გამოვედი ეს ამბავი კიდე დამხვდა და მე მხარე ვიყავი და მარტო იმიტომ კი არა რომ რამეში მონაწილეობა მე მიღია იარაღი ხელში არ ამიღია საერთოდ მით უმეტეს ადამიანისთვის არ ხო და აი ამ ეს გავიარეთ ჩვენ მაგას ცდილობენ ეს არის რასაც აკეთებენ ხო მიუშვეს კარდიოლოგები გამოდიან იქ რაღაცა ისინი IT-ში გამოდიან ეს ხო სულ ყველაფერი ეს ხო გამოვლენ ქერები ეს არის ამ 4 აქტივი ხო ყავთ აი ეს მოწამლული აქტივი აკერმანები წლების მანძილზე ეს შარვალ-ჩახტილი რო ავარჯიშებდა ეს არის აი ეს ჯგუფი მაგათი დიდი ნაწილი აი ამ ბაევიკები ვინც იყვნენ ეგრეთ წოდებული რა მაგათი არ გაიშვა რა ბაევიკა რას წარმოადგენენ ხო მაგრამ მე მადლობა მინდა უთხრა ქართულ საზოგადოებას მოთმინებისთვის სიბრძნისთვის ჩვენ ყველას კარგად გვესმის რომ დაუშვებელია ჩვენი დაპირისპირების ერთმანეთთან დაუშვებელია ჩვენ უნდა მოვითმინოთ ესა და ეხლა დღესასწაულები მოდის ნიკოლოზობა იქნება დღეს ვახტანგ გორგასლის ხსენების დღეა ანდრია პირველწოდებულის წარმოიდგინე ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აი ამ პირველი მეგობრის უფლისი რომელმაც ქრისტიანობა შემოიტანა საქართველოში აი ამ დღეს რო ეკლესიას მიუვარდები ვინ ახართ თქვენ ხო ვინ ახართ? ქალბატონო ლანა, ვინ ახართ თქვენ? ხო არ გვიპასუხებთ, საიდან მოდის ეს ეკლესიებზე შემოტევები, ხო? ხო არ გვიპასუხებთ იქ რომ ბრძანდები. ხახმა არ იცის, უთხარი მამამისის არა, არ მინდა ეგ ყველა მიცი, მაგრამ მაგას არ ვიძახი. აი რაშია საქმე. უღმერთობამ ამ ქვეყანაში ეს არ გავა ამ ხალხმა, ამ საზოგადოებამ, ჩვენმა ქვეყანამ გაგახაროთ ღმერთმა ქართველებო თქვენი მოთმინებისთვის რა. აი ქეც ვიხრით თქვენ წინაშე. მაგრამ იმიტომ რომ ერთი სული რო შეუბეროთ, რომ გამოვიდეთ, სული რო შეუბეროთ, კვალი არ დარჩება არავისი პარლამენტის წინ. აი მე გეუბნები, კვალი მაგათი არ დარჩება. სული რო შეუბეროთ, აღარ ლაპარაკობ იქ ჩვენ რო აქეთ ამხარე, ვინც დღეს სახში ზის, აი სიმწრით უყურებს აი ამ ვიგინდარობას, ამ უღმერთობას, ამ ბოროტებას, ამ ქვეყნის მტრობას, ამ მონობას წარმოიდგინე ივინკევიჩიანი და ეს კუბილიუსი, ეს დაზვერვის თანამშრომელი, ჯერ იმ ევროკავშირს რა უთხარი, რომ იმათ კუბილიუსი დანიშნა უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარედ. ეგ არის პირდაპირ რუსეთის დაზვერვის თანამშრომელი. გარბაჩოვის პარტიის წევრები იყვნენ, ეგ და იუნკევიჩიანი. კი, გვახსოვს ეგეც კარგად. და ეგენი ყოფილები არ არსებობენ, ხო იცი ყოფილი ჩეკისტები. ჩეკისტები არიან ყოველთვის
მოქმედი რა შეიძლება ჩაფარულები არიან და შენ წარმოიდგინე ვინ გამოაგზავნეს კაია კალასი დანიშნეს მაგისი ქმარი ეგ ხომ კაია კალასი პრეზიდენტი იყო თუ პრემიერ-მინისტრი მაგის ქმარი რომ ბიზნესს აწარმოებდა არა როგორი სკანდალი იყო იცი მაგის ქმარი აღმოჩნდა დღესაც კი არ იყო ეხლაც არის რუსეთშია რუსეთში სერიოზული ხო რუსეთში აქვს ბიზნესი და ქალბატონმა გამოაცხადა რომ მე არ ვიციოდიო რომ ჩემ ხმას რუსეთში ბიზნესი აქვს და აი ეს ქალბატონი რომელმაც თავისი ქმარი რასაკეთებს არ იცოდა დანიშნეს საგარეო საქმეთა იმეების მომქმედ თავმჯდომარედ ხო წარმოგიდგინე ქმარი რასაკეთებს არ იცის და ევროპაში რა არის გასაკეთებელი ეს იცის ხო ეს წარმოიდგინე როგორ არის გახსნილი და გადაგვარებული ის ორგანიზაცია ის ბიუროკრატიული ჭაობი რომელსაც ევროკავშირი ქვია მაგრამ ბოლო მოუვა ამას იმიტომ რომ წარმოიდგინე ბუნდესტაგის დეპუტატი რო გამოდის და იტყვის რომ ევროკავშირსო გარედან რუსეთი ანგრევსო და შიგნიდან უნგრეთიო შენ გესმის რა ელოდება იმ კავშირს მე უბრალოდ ბოლო კითხვა მინდა დაგისვა ამ გადაცემაში საფრანგეთთან არა გაქვს სახუმარო კავშირები შენ კავალერი ხარ ღირსების ორდენის კავალერი მერიტის ორდენის კავალერი და გაქვს ეს მიმართება ამ ქვეყანასთან მაკრონზე მინდა კიდევ ერთხელ თქვა კაცი გამოვიდა მეგობრებო არ გახსოვთ ჩვენზე თქვა რომ ეს საერთოდ არ არის ევროპაო გეოპოლიტიკა გეოგრაფია იქით არისო კაცო აზიაში არის რა ვიცი არა კაი რა საქართველო და როცა მოუნდათ ვიღაცებს აქ რაღაცების ჩალენჯი ხო გამოვიდა და რევს ლაპარაკი ეს მართლა ეს უკვე გზაბნეული ქალი რომელიც რას წერს რას ბოდავს 29-ში იქნება ცირკის ახალწო რა როცა ის ჩაიკეტება და ჩაირაზება რა ეს რა დაემატ ესეთი დეგრადაცია მე ადამიანის ხო მაგრამ მაგის კი არა მთელი მაგ პორნოლიბერალური მოძრაობის ამ პორნოლიბერალური სოფლიოს სრული კრახი და დეგრადაცია კი ანუ ეგ მაკრონის საკუთარი ბები აყავს ცოლად და ეხლა ნუ მაგე როგორ რა გიკვირს მაკრონის გიკვირს გინა შოლცის გიკვირს წარმოიდგინე უკრაინის ელჩი ეძახდა ეგო სარდელიაო სასისკიო კი შოლც სადამდე უნდა დაეცეს გერმანია წარმოიდგინე გერმანია რაზე ვლაპარაკობ ხარ ტრაკ ქვეყანაზე ვლაპარაკობ საფრანგეთზე ხარ უდიდეს ქვეყანა რაზე ვლაპარაკობ და ვინ უდგანან სათავეში წარმოიდგინე რა და რას ბოდავენ სად არიან რასაკეთებენ და ეს ყველაფერი ხო იმას გადაეცემა ეხლა შენ წარმოიდგინე რა ეს ძალიან მნიშვნელოვანი რამეა ეს ახალი ნატოს გენერალური მდივანი ეს ნიდერლანდელი ხო ნატო უნდა მოემზადოს რუსეთთან ომისთვის. მალადეც. კაცი მთელი სოფლიო ეუბნება. ტრამპა ხო შენ წარმოიდგინე სად არიან? ესე იგი ბირთვული ომისთვის ამზადოს სოფლიოს. ნატო ვისითაც არის ტრამპი როგორ დაბძენდა წარმოიდგინე ეს რა ქნა აი ავდექი და აი ესე გავაკეთე რა ქედი მოვიხარ. სი ძინპინი დაპატიჟა ინაგურაცია. ეს არ ჩადის მაგრამ რამშობია. არა ეს სხვა საქმეა. ამერიკის პრეზიდენტმა არ ყოფილა არასოდეს უცხოელი ლიდერი ჩასულა. ამერიკის პრეზიდენტმა ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი აი ამ სოფლიოში აი ამ ვითარებაში დაპატიჟა ინაგურაცია. ეს როგორი ნაბიჯია. არ შეიძლება რომ იქიდან შეიძლება სი ძინპინი არ ჩავიდეს მე არ ვიცი მაგრამ იქიდანაც იქნება. მაგრამ ეს გაუგზავნა პატივისცემა ხო? ესე იგი წარმოიდგინე აი ამ ფონზე აი ეს ვიღაცა რუსები რო იტყვიან ნიდადელანი გამოდის და იძახის რომ ომისთვის ბირთვული ომისთვის ამზადებს ევროპას წარმოიდგინე და საფრანგეთის პრეზიდენტი გამოდის და იძახის რომ უკრაინაში უნდა შევიყვანოთ ჩვენი ჯარებიო ხო ეხა აღარ იძახის ხო როგორ არა გუშინ წინ თქვა ნუ აი იმასთან იმან იქვე უარი უთხრა ერთად გამოვიდნენ ხო ხელგადახვეულები გამოვიდნენ კოცნეს ერთმანეთი ეფერეს ერთმანეთი რუსეთის ჯარი დუდა მიცის ეფერეს პირდაპირ ეთერში ამან თქვა რომ ჩვენო ჯარი უნდა შევიყვანოთ იმადგა პაპაპაპაო ჩვენ არ შევიყვანოთ პოლონელი ხო ხარ შენ ხო ბები ამყავს პოლონელი ხო და პოლონეთმა იცის რუსეთის ჯარის სიტკბო საფრანგეთმაც ევროპის ყველა გერმანია იმ ბისტრო რო ქვია საფრანგეთში ხო საიდან მოდის ნაპოლეონი დაამარცხეს ალექსანდრე შევიდა რატო ქვია ბისტრო სრაბად ბისტრო რუსი ჯარისკაცები შედიოდნენ და ეუბნებოდნენ ნალე ბისტრო და იქ იმის მერე ბისტრო ქვია ურვესი მადლობა